ეს არის happy end-ი, ამითი დამთავრდა ყველაფერი და ყველაფერი არის ძალიან კარგად. ხო გამოვიდა ფილმი, ხო კიდევ ნახე, ანუ ვუყურე მეგობრებთან. ვერ უწევ რო ხედავ Warner Brothers-ის ლოგოს და იქ რო შედიხარ და ეგ იყო პირველი დარტყმა, რომ მეთქი აი რაღაც ძალიან დიდი გავაკეთეთ. სამივე ერთად. როგორი ფილმია, იცი რომ სხვა კუთხიდან დამანახა ჩვენი ისტორიები. ჩვენ ვართ ადამიანები, ვისაც არ უტყდება იმის თქმა და არ გაუტყდა 4 წლის უკან რომ თქვა რომ მე ვარ გაყიდული. ვერ ვხვდები ეგეთი ბოროტი როგორ უნდა იყო, რომ შენი საკუთარი შვილები, ანუ ადგე და გააშვილო. გოგოების მამა და ჩემი გამჩენი ბიოლოგიური დედა არიან ნათესავები. გენში გვაქვს თამუნა, გენში. ეხა ბიოლოგიური დედა თუ არ მესმის. მიდი. შეხედე, მოგეძებნე, არ მოსული იყავი, მოგეძებნე. ძმა იპოვის. ხო, მაგალითად. როგორ გამოვედით ესეთი კარგები 5-ვე, 7-ვე, როცა ამ ადამიანის შვილები ვართ. მე ერთად დამეცა ის რომ ვარ ნაშვილები, რომ ვარ ტყუპის ცალი, რომ მყავს კიდე დადმა და აი ეს და ანუ უნდა ვნახო. ესე ვთვლი, რომ ზუსტად იმიტომ ვართ ეგეთი კარგები. რომ ცუდი ადამიანების ხელებში მოვხვდით თავიდან. ვენი ისტორია იყო მაგალითი და არის მაგალითი ძალიან ბევრი გაშვილებული ბავშვის. მოგესალმებით, თქვენ უყურებთ პოდკასტ ვეძებ, მე ვარ თამუნა მუსერიძე. სანამ დღევანდელ ჩვენ სტუმრებს წარვადგენ, მანამდე გეტყვით, რომ ჩვენი პოდკასტის სპონსორია კომპანია, რომელიც უნდა იცოდეთ თუ თქვენ ხართ ონლაინ შოპინგის მოყვარულები, იმიტომ რომ კომპანია G-Line-ი გთავაზობთ ყველაზე უსაფრთხოდ და ყველაზე სწრაფად ნივთების გადაზიდვას ესპანეთიდან და საბერძნეთიდან და ჩინეთიდან. ასე რომ თუ თქვენ აპირებთ ნივთების გამოწერას, აუცილებლად უნდა დარეგისტრირდეთ საიტზე G-Line-ი, იმისთვის რომ ყველაზე სწრაფად და ყველაზე დაბალფასად მიიღოთ თქვენთვის ასრული ნივთი. აქვე გეტყვით, რომ ჩვენი პოდკასტი და არა მარტო ჩვენი, არამედ უკვე ნახევარი საქართველოს იწერება პოდკასტ პოინტში, ასე რომ თუ თქვენ გსურთ, რომ თქვენ ჩაწეროთ თქვენი პოდკასტი, ინტერვიუ თუ ვლოგი საოცარ ადგილას, უნდა დაუკავშირდეთ ადამიანებს, რომლებიც დაგეხმარებიან, ისეთივე წარმატებული გახდეს თქვენი პოდკასტი, როგორც გახდა ჩვენი. როდესაც HBO-მ დადო ტრეილერი ჩვენი დოკუმენტური ფილმის შესახებ, ერთ-ერთმა საიტმა დაწერა ჩემზე, რომ მე ვარ ადამიანი, რომელმაც საკუთარი ტკივილი წარმატებად აქცია. თუმცა მე არ ვარ ერთადერთი, რომელმაც ეს მოახერხა. ესენი არიან ჩვენი სტუმრები, ანო სართანია და თამარ ხვიტია, გოგოები, რომლებმაც მთელი მსოფლიო ალაპარაკეს. გამარჯობა. მადლობა რომ მოხვედით. მადლობა შენ. სანამ ვისაუბრებ იმაზე თუ რა მოხდა გუშინ წინ, მანამდე მინდა რომ ცოტა შორიდან დავიწყო რა. ხალხს გონია რომ აი როდესაც ადამიანი პოულობს ნათესავებს და ბიოლოგიურ ოჯახს, ეს არის happy end-ი, ამითი დამთავრდა ყველაფერი და ყველაფერი არის ძალიან კარგად. მაგრამ სინამდვილეში ამითი იწყება. ჩვენი ცხოვრება აქედან თავიდან იწყება ახალი ათვლა. თქვენ ცხოვრებაში რა შეიცვალა? როგორ შეეგუეთ ახლა ერთმანეთს როგორ შეეგუეთ? ვიცი რომ ცოტა გაგიჭირდათ და ხშირად გქონდათ კონფლიქტები. ხო და რამდენად მარტივია ახალი ოჯახის აღმოჩენის მერე ახალ ოჯახთან ადაპტირება და როგორ უნდა მოვიქცეთ რომ არ გაგვიჭირდეს ურთიერთობების დალაგება? ანუ აი ზოგადად ვინც ამბობს ხოლმე რომ ძალიან მარტივია აი ოჯახთან შეგუება და ეს შენი თემა ანუ იმდენად ტრაგიკული და ესეთი არ არის. ანუ თვლი ხოლმე რომ არასდროს არ გამოცადო რა გრძნობა არის ეგ ყველაფერი რა. ჯერ ამასა შეგუება სანამ ვიპოვიდით ბიოლოგიურ ოჯახს, სანამ ვიპოვიდი. ანუ აი ეს ხო გავიცანი და ეს ხო გავიგერო ჩემი და არის. ანუ წარმოვიდგინე იმდენად შოკი იყო ჩემთვის რომ ანუ 1 წელი არ დაგვიწყია ბიოლოგიის მშობლების მოძებნა. შენ დაგიწყია. შენ არ გინდოდა? მე არ მინდოდა, თორე ჩვენ გივეძებდით ჩუმად. მზად არ ვიყავი არა, არ მინდოდა. არა, არ მინდოდა. იმიტომ რომ არ იყავი მზად. არა, მზად ვიყავი, ანუ არც მაშინ არ ვიყავი მზად რომ მე ნახა, მაგრამ ანუ გადავდგენა ბიჭი, მაგრამ სხვა რაღაცა არა, აი ვერ გეტყვი, ყველა ადამიანი სხვა ერთნაირად არ უმკლავდება რა. ჩემი რჩევა ეხა ის რომ როგორ გაუმკლავდი არის ძალიან სისულელე იქნება, იმიტომ რომ ანუ მე შენ როგორ გაუმკლავდი? აი როგორ შეეგუე იმას რომ ყავს ყუპისალი და მაგას დაჭირდა ალბათ ეხლა დავლაგდით. 4 წელი. ერთი რა ეს წელია რაც დავლაგდით მე თაკო და ერთმანეთს ვნახულობთ ხშირად თორე. ის 3 წელი რაც მე გავიცანით ერთმანეთი და გავაკეთებდი ვართ. იყო კატასტროფულად
დაძაბული. თქვენ შორის? რატო? არა მარტო ჩვენ შორის, დედაჩემიც კი, ან მე მეჩხუბებოდა, რომ აი ერქიანი რო ხარ და რაღაც აი შენი ხასით რო გაქვს, აი მაგის გამო ხდება ყველაფერი და მე ანუ სრული განუკითხაობა მქონდა სახლში, რომ მეთქი შემეშვით ყველა და აბაა და რატო? მიზეზი რა იყო? აი არ ვიცი. შენ შემთხვევაში რა იყო მიზეზი? ჩემ შემთხვევაში არანაირი მიზეზი არ იყო. აბა? გეტყვი. ნახე, მე რადგან ვიცოდი, უფრო ესე ვთქვათ წლების თადრე გავიგე, რომ დედაჩემი არ არის და მამაჩემი შვილი ვარ და ეს დიდებოთობით ნახავენ ეს ადამიანები ამ პოდკასტს და იმედი მაქვს რომ ნახავენ. აი თქვენ რომ რუსულად ლაპარაკობდით და შუაში რომ გეჯექით რომ მამაჩემი დედაჩემი არ არის და იქ მამაჩემის სატირალში რომ ზიხართ და ამას ლაპარაკობთ მე გავიგე. ხო, ანუ ეს ლაპარაკი იყო რომ მამაჩემი ასვენია, ანუ სატირალია, თამუნა და პანაშვილი. პატარა ვარ, ძალიან 11 წლის თუ 10 წლის ვარ. და ესე ორ ქალ შორის ესე ჩამისვეს, ქალებმა გამიგე და ლაპარაკობენ, რომ ესო იმისაც სინარას და თემური შვილი არისო და მეორე ეუნება. რუსულად ლაპარაკობენ, ოღონდ რატო გადაწყვიტეს, რომ მე რუსული არ ვიცოდი, არ ვიცი, და თელი ჩემი ძაღლი რუსულად ლაპარაკობს, ან ვიცი, მესმის. მოკლედ, ანუ ეს ვიციო, რომ თემური შვილი არისო და თემური საყვარელი ყავდა რუსეთში, ამიტომ აქ ცოტა სლავური გარეგნო. ჩვენ ხო ყველა აყვანილი ბავშვი ესე ვართ. მამიშვილები ვართ ყველა. და ანუ მე ეგეც არ ვიყავი. და ანუ იმას შვილი არ უნდოდაო და ამას ცინეროს შვილი რო არ უჩნდებოდა, მაგიტო ჩამოიყვანესო ესო და ამა ზრდიანო ეხაო ესენიო. თემური შვილი არის, მაგიტო გავსო ბებიასო, მამიდას და იმებს, ბიძას და ასე შემდეგ. მამის მხრიდან. ხოდა მე რადგან ვიცოდი ეს ამბავი რა, რომ აი ეს დედაჩემი არ არის, როცა შეგუებული ვიყავი რაღაც მომენტში, რომ ხო ვიღაცა სხვა არის ჩემი დედა თუ რაღაც 6 წელი ყოველდღამე რო ზიხარ და ფიქრობ, რომ აი ნეტავისი შვილი ვარ, უბრალოდ გიმარტივდება მე ეს რეალობაზე შეჯახება რა, მაგრამ ანუ რო გავიცან და რო აღმოვაჩინეთ ეს ყველაფერი. ჩემთვის კი იყო შოკი. ანუ ეგ ყველაზე პირველი რაღაცა რაც შეიძლება დაგიმართ ადამიანს, ანუ ყველაფერი, ანუ აი შენ როგორ არის იცი რა შენ ხარ და შენ არ ხარ და ძალიან დიდი განსხვავებაა ჩვენ შორის მიუხედავად რომ ძალიან გავართ ერთმანეთში რა აი ხო ხასიათით ძალიან განსხვავდებით ძალიან განსხვავდებით და ეს როგორ იყო იცი რომ ჩვენი დაძაბულობა არ იყო ან ერთის ან მეორის გამოწვეული ეს იყო ბუნებრივი რაღაც იყო ჩვენ ბუნებრივი ალბათ ერთად რომ გავსდილიყავით უფრო მეტი საერთო რაღაც გვექნებოდა ვიდრე სასაკე რომ გავიზარდეთ ანუ ნახე რა მოხდა ჩვენ შემთხვევაში რომ ცალ-ცალკე აღზრდამ გამოიწვია ის რომ დედაჩემი სუმეუნებოდა რომ თავდაბალი უნდა იყო არავისე მეტი არ ხარ არავის ნაკლებიც არ ხარ აი როგორც შენ თავი გიჭირავს ეგრე უნდა გიყურონ ადამიანებმა. ანუ ზევიდან რომ დაიწყებ ყურებას, ის ადამიანს დაგიწყებ ზევიდან ყურებას და მიდი ხა შეეჯიბრება ვინმეს. არავის მეტი არ ახარ. და მე გავიზარდე. ეს მართალი იყო, ეს მართალია ხო? და შენ როგორ გაიზარდე? ეს პირიქით. მე პირიქით არ გავზრდილ ვარ. ანუ დეჩემს მენდა თავდაბალი უნდა იყო. მაგრამ იმ სიტუაციაში სადაც შენ თვლი რომ ანუ გაგზნობინებენ თავს რომ ხარ ზედმეტი, დგები და მიდიხარ. თავს არ უხრი არავის. ანუ იმას არ ნიშნავს რომ ვიღაცა მეტი ხანაკლები ხარ. არა, უბრალოდ თავს არ ხრი არსად. მე გავიზარდე ეგრე რა, რომ ანუ რას ქვია და ჩემთან რომ მივედი რომ ბაღში მივედი პირველად რომ პრობლემა მაქვს მეთქი ვიღაც ბავშვთან მეთქი და გამომხედა ესე შენი პრობლემა მოაგვარეა. ცხოვრებაში და ჩემი პირად ცხოვრებაში არ ჩარეულა და მიწევდა რომ აი ამ აღზრდის ცუდია მე რა. არა, პირიქით კარგია. იმიტომ რომ მე ვიწავლე დამოუკიდებლობა ყველაფრის და ვისწავლე ის რომ არავის მეტი არ ვარ, მაგრამ არავის ნაკლებიც არ ვარ, მაგრამ უპატივცემულობას და ჩემ თავზე გადახტომას მე არავის არ ვაპატიებ, ანუ ვინც არ უნდა იყოს. არა, ეხლა ეგ რა თქმა უნდა. ანუ ამას ეს უფრო ლაითად იმას აქნეს. არა, ლაითად არ უქნიეთ. ნახე, დედაჩემ რაც მომცა, ეს ვთქვათ, ცხოვრებაში რა, ეს იყო წიგნები. მე წიგნების იქით, ანუ აი. არა. ანუ უბრალოდ არ იყო ჩემთვის სამყარო იმის იქით. მარტო სწავლა, ძალიან შკოლნიკი ვიყავი, რაღაც ეტაპამდე. ძალიან შკოლნიკი, ოღონდ როგორი შკოლნიკი, თან ბუნტისთავი რო არის. ანუ ცოტა ბუნტისთავიც ვიყავი ახლა რაღაც ჩხუბებში და რაღაცებში. მე იმენა ბუნტისთავი რა. კაი, და რატომ გაგიჭირდათ ერთმანეთთან შეგუება? მაგას გიხსნი ახლა ნახე. რადგან მე უბრალოდ ეგეთი ადამიანი რა, ეს არ არის აღზრდის ბრალი. დედაჩემიც არ ასწავლეულებოდა მაგას რომ ახლა თავი დავუხარე ყველას და ვინც გადაგივლის, ანუ მეორე ლოყა მიუშვირე. არა, ეგრე არ გავუზდივარ, მაგრამ ნახე, მე ვარ ტიპაჟი თვითონ, რომ აი სანამ აი
გააკეთებ რაღაც დებილობებს, აი ხო არის რაღაც დებილობებს აკეთებენ რა, აი გაცდი, აი სანამდე გააკეთებ ამ დებილს, სანამდე მიხვალ და სანამდე დაიმცირებ საკუთარ თავს ჩემთან. მე ხმას არ ვიღებ. აი კი პროსტა გიყურებ, აბა აი სანამდე წახვალ. აი მე თუ ამომასხამს და ეს ყველაფერი თუ არ გავატარე. მე მგონი ეს მაინც გენეტიკაში გვაქვს ჩვენ. ჩვენ ნაცავები ვართ. ხო. აიცი რა არის? აი რომ მე როგორ ვარ, იცი? ეს პიეგრები, აი ანუ მე თუ რამე არ მომწონს. ფეთქებადი ხარ. მე პირდაპირ ვამბობ. და ეს ვერ დასვით ერთმანეთში, შენ თქვენის უნარიანობა და შენ ფეთქებადობა. კი. ფეთქებადი არ ვარ. ვარ დამპირდაპირ შერდი. გაჩნდა ვისთან, ანუ ნახე. ერთმანეთთან ადაპტაცია უფრო გაგიჭირდა თუ სხვა დაძმებთან? არა. ერთმანეთთან. რატო? ანუ ნახე, ჯერ რომ შემოქმედა ხო რაღაც, ანუ ძალიან გავართ ერთმანეთს. და თან როგორ არის, იცი რომ რადგან შენი ტყუპის თალია, უნდა გავდე უეჭველი, ანუ ეგ დამოკიდებულება რომ წარმოვიდა, ანუ ჩვენი ერთმანეთს მიმართ გაგიჭირდა აგრესია? ხო, ალბათ ნახე, ერთადერთი რო ხარ და მე უცებ მეორე რო ჩდება და აი რაღაც აი იდენტობის დაკარგვა ქონდა ეგ მომენტი იდენტობის დაკარგვა ქონდა მე არ მქონია იდენტობის დაკარგვის შიში და გეტყვი რატო არა შიში არა ანუ სადღაც დაიკარგეთ მე არა აი თან გულწრფელი რო იყო რაღაც მომენტში დავიკარგე ოღონდ რაში დავიკარგე იცი ამ ყველაფერში დავიკარგე ხო აი ნახე იმიტომ რომ აი როგორ მოხდა იცი რომ რაღაცა ყველას ქონდა ის აი ტყუპები ხო ტყუპები. ხო, აი არა ანა, არა თაკო, ანუ აი არ მინდა ხარ რომ რაღაც ჩემ კოლეგებს ისე უთუჩები ხო, მაგრამ მათთვის არ იყო მნიშვნელოვანი რომელია თაკო, რომელია ანუ ხო და ანუ დარწმუნებული ვარ რომ არც იცოდნენ რომელი ხარ ტყუპები და მათთვის იყო თქვენ ერთ სხეულად აღიქმებით მათთვის და მე რატო არ დავიკარგე? ანუ ამ თემაში დავიკარგე, მაგრამ ჩემ და თაკოს თემაში არ დავიკარგე. თელი ბავშვობა, ამდე ჩემს და მეთახმება ყველაფერში, რომ თელი ბავშვობა ტვინი წავიღე, ოღონდ ჩვეულებრივ ტვინი წავიღე, რომ ტყუპი დამინდა რომ მყავდეს თქო. 3 წელს ვიყავი რომ მივედა ტყუპი დამყავს მეთქი რომ უთხარი და მე არ მახსოვს. თურმე რამოდენიმე წლის უკან მივსულ ვარ ჩემ ნათესავთან, მიშო და ლეი არიან ჩემი ბიძაშვილები და ცხოვრებაში არავის არ დასცენია რომ მინაშვილები ვარ. აი ხუმრობის დონეზეც კი არ გასცენიათ არავის. აი არც გრძნობა არაფერი. პროსტა არ ვიცი რატო. არც მახსოვს ეგ რო გკითხე ნათესავს. რომ მეთქი მიშო და ლეია დამცინიან თქო. რომ ნაშვილები ვარ თქო. და მართალია მეთქი? ეს შეგრძნება ყველას გვაქვს. აი არ მახსოვს, ანუ არ მახსოვს. აი ეგეც რო გკითხე, ეგეც არ მახსოვს. და იმიტომ არ დავიკარგე რომ მე სულ მინდოდა რომ ტყუპი დამყოლოდა. ანუ ნახე მე და თაკო მიუხედავ ისა რამდენადაც ერთნაირები ვართ. იმდენად განსხვავდებით. ამიტომ იდენტობის პრობლემა არ მაქვს. ის რომ ერთნაირი რაღაცები მოგწონს, კი, ჩაცმულობაში ისიც და სხვების დამოკიდებულების პრობლემა? როგორ გითხარ რომ მაინტერესებს ვირას ფიქრობს და ანუ ნახე მე იმაში კი არ დავიკარგე იდენტობაში რომ აი ანუ მე ხوارა ვარ თუ მე მაგ ეგ არ მქონია უბრალოდ აგრესია გაქვს რა არის რაზე იცი რომ აი მაგრა ჩემთან თუ მოვდივარ ჩემს სანათესაოში თუ მივდივარ მეორე თაკო მეორე თაკო მე თუ ამბობ მეორე ანუ ხვდები ანუ მათი დამოკიდებულება გაღიზიანებს რა თქმა უნდა რომ აი მეორე თაკო მეორე ანუ არა თაკო და ანუ განაისვა მარტო შენ თავს გაღიზიანებს რა მაინ მეორე თაკო ორივეზე გაღიზიანებს რომ ანუ რაღაცა იარლიყი აქვს მოკერებული ხო მაგას გულისხმობ და მე ვარ ანუ მაგ აი დაკარგვაში მოგულისხმობ რა ძალიან მღიზიანდებოდი ამ ყველაფერზე მაგრამ ნუ მე სწავლობ რა ნუ ყველას არ აქვს ემოციური ინტელექტი რომ აი შენ კი ის კი არ ფიქრობს იმაზე შენ როგორ გელაპარაკებ ანუ რას გეუბნება არა მაგას საერთოდ არ ფიქრობ ხო პროსტა გონი რომ კარგს აკეთებს ორი თაკო რა მაგარია უხარია გამიგე და აი ვერც ანუ მეუბნები ვერაფერს ვერ აქვე სხვადასხვანაირად მოხდა თქვენი დამოკიდებულების შექმნა ბიოლოგიური დედის მიმართ ანოს გაუჭირდა მიღება გაუჭირდა გერმანიაში გადაფრენა გაუჭირდა შეხვედრა გაუჭირდა დღეს ურთიერთობა თაკოს უფრო უმარტივდება ვიდრე შენ მე ვხვდები ამ ადამიანის ყველაფერს აბსოლუტურად სიტუაციასაც დროსაც ყველაფერს აი გარეთ ხვდები მაგრამ ჩემ ტიპაში არ ჯდება აი ვერ აი ვიგებ მაგრამ აი არა მე არ გავაკეთებდი ეგრე ანუ მიმღებლობა მაქვს მაგ ადამიანის მიმართ ანუ განა ის არის რომ არ მიგიხედა რაღაც არა ნახე მე ერთად დამეცა ის რომ ვარ ნაშვილები რომ ვარ ტყუპის ცალი რომ მყავს კიდე დადმა
და აი მესამე და ანუ უნდა ვნახო. მოდი მაყურებლის გასაგები რომ იყოს შენ რას ვერ იღებ არის ის რომ როდესაც მამა თქვენმა გადაწყვეტა თქვენი მოპარვა ასე ვთქვა და გაშულება და დედა იყო კომაში მამამ ჩუმად გაყიდა გოგოები თუმცა დედამ რამდენიმე წლის მერე გაიგო მამამ წამოწდა რომ ბავშვები იყვნენ ცოცხლები არა რა წამოწდა იცი რომ ვიყავთან ვიყავიო და ვისთან იყავიო და მე ვისა მთელი ბავშვობა ვამბობდი რომ ვიღაც კაცი დამყვება ხო ხო და არ ჯეროდა რომ ის თუ მართლა დამყვებოდა ანუ ეს უთხრა ჩვენ შულთან ვიყავიო რომ ნახეო და შენ ვერ პატიობ იმას რომ მან იცოდა სიმართლე და არ დაიწყო თქვენი ძებნა მიუხედავად იმისა რომ ანუ რეალურად ლოგიკურად ანუ აღვიქვათ დედაჩემმა ვინც მიშვილა ჩემი აღზრდილი დედა იცოდა რომ მეტყუპიცალი მყავდა ოღონდ როდის გაიგო მე რო ვიყავი 6 თვის ხო ანუ ფიზიკურად შეუძლებელია ადგე და 2000 რაღაც წელს შენ ადგე და ვიღაცა მომოდევნო. რომც დაეწყო შენ ბიოლოგიურ დედა შენი ძებნა მაინც ხوار დაუბრუნებ და არავინ. შენ თავს მე ბიოლოგიურ ძებ ვკითხულობ რომ გიჭირს ამ ფაქტის მიღება ამას ვკითხულობ. ნახე რა ხდება ამ შემთხვევაში. ეგ არასად არ მithქვამს არასოდეს, მაგრამ აქ ვიტყვი. მოკლედ მე რა ვიყავი თვეების დედაჩემთან მოვიდა ვიღაც ქალი. რომ ესო ჩემი შვილი არისო. ვინ მოვიდა ის მეორე? არა, ვიღაცა მოვიდა. ის იმაში გულისხმობ ახლა რას? გოგოები გაჩნდნენ კირცხის სამშობიაროში და გაშულდნენ კირცხის სამშობიაროდან. იგივე დღეს იგივე სამშობიაროში სხვა ქალმა ანალოგიურად გააჩინა ტყუპები, რომლებიც ასევე გაშულდნენ. ჩვენ არ ვიცოდით ვის ვეძებდით. ანუ არ ვიცოდით რომელი ოჯახი, რომელი ბავშვის იყო. ხო და ის ქალი ხომ არ ის არის. ბავშვი გააჩინა, ესეთი ისტორია გამქალს, რომ ბავშვი გააჩინა და ეცვალა, ოღონდ მართლა გარდაიცვალა. აუი. და ანუ გაგიჟდა რა. ეს გაიგო მისი შვილისგან დედაჩემმა. და მთხოვდა ფულს დედაჩემს, რომ შენ თუ გინდა ჩემი შვილი ყოლოს ფული მომეცი. აი მედე. ამის მერე დაიწყო სასამართლო პროცესები ამ ქალის წინააღმდეგ და ამ ქალს აუკრტალეს მოახლოება თუ რაღაცა და საერთოდ ვიღაც მოდიდა ჩემთან და მე ბოლოს ნახე მოვიდა მისი შვილი უფროსი იყო 16 წლის იყო თუ აზრზე მოსული ბავშვი იყო რა და წერილი ქონდა და დაწერილი დედაჩემს ეს მიაწოდა დედაჩემს და ამ წერილში ეწერა რომ ეს ჩემი და არ არის ხო ჩემი და გარდაიცვალა და მე ბავშვი ვნახე კაი. და უბრალოდ დედაჩემს ფსიქოლოგიური პრობლემა აქვს და ვერ ეგუება რომ ბავშვი გარდაიცვალა. წამოიგე, თვეების ვარ. ჩემი ბიოლოგიური დედა რომც მოსულიყო. და რო ეთქვა ეს ჩემი შვილია და რო დაედო საბუთებიან. დედაჩემი არ გაატანდა. რა თქმა უნდა. არა ნახე. ამას ვამბობ. გამორიცხული. ეს გატანებაზე არ მაქვს ლაპარაკი რა. ანუ აღზრდილ დედაზე იმიტომ დავიწყო ლაპარაკი რომ მე ვხვდები რატომაც არ დაიწყო ჩვენმა ბიოლოგურმა დედამ ძებნა. ხვდები? ანუ დედაჩემაც იცოდა და რომ ვიპოვეთ უკეთა ვიპოვეთ რა რომ აღმოვაჩინეთ ჩემი კონკურენტის ფოტოში, ანუ დედაჩემი მიხვდა უკვე რაშიც იყო საქმე, რომ ანუ ეს იყო ჩემი ტყუპისანი. და დედაჩემი ადგა და მიდის სოგდიჩი რომ უნდა მოძებნოს და ბებეჩმა გაჩერდა სად მიდიხარო? ხო აი. რომ ვიცი დაუმტკიცებო რომ შენ ანუ ტყუპისალი არისო, რითი დაუმტკიცებო? ანუ რა ის თქმა და რომ ზაიმტკიცებინა რა მოხდებოდა? ხო აი როგორ გაზრდითო ბავშვებსო რომ ანუ 11 წელს ბავშვს უნდა აუხსნაო. ხო და რატო აი ნახე რატო არ გესმის მაშინ ბიოლოგია? რატო გიჭირს მიღება ამ ფაქტის? ეხლა ბიოლოგიათი რატო არ მესმის? მიდი. შეხედე კაი პატარები ვართ ხო ვთქვათ. აი ხო იცი რომ წელს დავიბადეთ. იცით რომ ვარ უკვე 18 წლის. შეკაი ადამიანი. არ იცოდი მაშინ აშულები იყავი. იმა ხო იცოდა? იმა ხო იცოდა 18 წლის. გავიგე მაგრამ ანუ შენახე ძებნა დაგეწყო. ნახე მე რა მგონია რომ მას კანონები იცოდნოდა მაგ დროს. ან ნახე აი რა ანუ არა მე რას ვამბობ ნახე არ მოსულიყო მოვეძებნე და რა იცი რომ არ მოგძებნა გითხრა ანუ ჩვენ რომ მოვძებნე და გენეტ უტეთ რომ მოვიდა მაშინ გაიგო მთლიანად ანუ ყველაფერი აი უმალავდნენ დაწმები ჩვენ დაწმები ჩვენს ამბავს უმალავდნენ ეს არ ვარ ხო ჩვენ ტესტი გავიკეთეთ არ იცოდა ტესტი გავიკეთეთ რომ მოვიდა პასუხი მე რა უცხოს გოგები ვიპოვეთო უვიდე ხო და მე მაგაზე მაქვს ხვდები პრობლემა რაზე მაქვს ხო მე მაქვს აი იმიტომ რომ აი გავიგე იმ წლებში გავიგე მაგრამ 18-ის რო გავხდი რო იცი რომ სრული უფლება მაქვს ვიცოდე რომ ნაშულები ვარ და დედაჩემი აპირებდა ამის თქმას შეხედე მოგეძებნე არ მოსულიყავი მოგეძებნე პროსტა ხსოვდა რომ შენ მომეძებნე მე შენ მოგვიძებნე უკვე და ვიცო ჩემი შვილი მაგრამ არ მიიღებდი
ნუ იმას მაინც ოდნოდა ანუ რას ამბობს იცი რომ იმას მაინც ოდნოდა თავისთვის რომ ეს არის ჩემი უარყოფიში არის ხო რა თქმა უარყოფიში ეხაც არის კარგი გადავიდეთ მამაზე როდესაც ჩვენ ვნახეთ Warner Brothers-ის ფილმი ჩვენ ვიყავით სრულ შოკში სამივე და ამას თავისუფლად ვიტყვი იმიტომ რომ იქ ისეთი რაღაცები გაჟღერდა შეიძლება ხა ვიღაცა არ დაგვიჭეროს მაგრამ ჩვენც არ ვიცოდით რომ ეს ყველაფერი იქნებოდა იმიტომ რომ იქ არის ჩემი ბიოლოგიური მშობლის რაღაც პატარა ნაწილი რომელზეც არ ვიცოდი და მამის პატარა ინტერვიუ რომელზეც საერთოდ წარმოდგენა არ ჰქონდა რომ ეს გაჟღერდებოდა ხრეს რომ ანუ არ დაგველაპარაკაო დავრეკეს მაგრამ ამდოდა ინტერვიუ და მამა ამბობს რომ მე არ მინდა ამათი მიღება და მათთან კონტაქტი იმიტომ რომ ესენი შემიშვილები არ არიან კი მაგრამ მაინც გვანანო მაგრამ მაინც გვან ხო მაგრამ მაინც დადიოდა შენ სანახავად ამბობდა რომ მაგრამ ამ დოკუმენტურ ფილმში უარყოფს რატომ აქვს ესეთი დამოკიდებულება თქვენს მიმართ მითხარი აი გეტყვის ხო იმიტომ რომ იმ დოკუმენტურ ფილმში ამბობს რომ იმიტომ რომ ისინი მლაძღავდნენ ნახე თამუნა რა ხდება როცა ადამიანი არის მართალი ან რაღაცა გააკეთე პასუხისმგებლობა იღებ ამ ყველაფერს რომ ეს მე გავაკეთე და იხდი ბოდიშს ან იქ ის ბოდიში არ შორის იმ ადამიანს მაგრამ ბოდიში მეც მოიხადა ესე კულტურულად ეს ადამიანი ჩვენ რომ მოვძებნეთ ანუ რომ აღმოვაჩინოთ რომ მამა ჩვენია და არა თქვათ ეს არ იყო მამა და მარტო ეს ჩემი ძმა იყო ნახევარ-ძმა არა ჩვენ დავამტკიცეთ რომ ისი შვილები ვართ 21 წლის შემდეგ თუ 20 წლის მერე 20 წლის მერე ანუ მოდი დამირეკე მელაპარაკე ამიხსენი რა შენ დაურეკე არა და გეტყვი რატო არ დავურეკე რატო ჯერ იქენ დავიწყო ხო ამბობდა რომ მის შვილები არ ვიყავით სანამ გენეტიკური ტესტის პასუხი მოვიდა და მანამდე რატო ამბობდა რომ ჩემი შვილები არიან და მაგარ ვამაყობ რატო დადიდო რატო ლაპარაკობ კარგი რა მშობა კი იმან რა გააკეთე და იმან რა ილაპარაკა შენი რატო არ ცადე მე ნახე მაგას ჭირდება მზაობა ხო მიუხედავად ის რომ მე მზად ვიყავი იმისთვის რომ ბიოლოგიურად და მენახა და მელაპარაკა და მიმეღო როგორც დედა არა როგორც ადამიანი რომელიც გამაჩინა მადლობელი ვარ მაგრამ მამასთან რო გავიგე რომ ეს მამის გაკეთებული იყო და მამამ გაგვყიდა აგრესია გაგიშლა ხო აი უბრალოდ მინდოდა რომ ადამიანი მომეკლა ანუ როგორ რაღაც არის იცი განა იმიტომ რომ ამ ადამიანია შემოწმდა არა ვერ ვხვდები ეგეთი ბოროტი როგორ უნდა იყო რომ შენი საკუთარი შვილები ანუ ადგე და გააშვილო ერთ რაღაცას ვიტყვი რა პირადად მე რატო არ გამიჩნდა მისურვილი რომ ამერიკა ანუ უთქვამს სამბერჯერ ერთ ადამიანს რომ ადექი ჩავაკითხოთ და ნახე ხო ვილაპარაკოთ ხო პირველ რიგში მე იმ კაცთან ლაპარაკს არ დავიწყებ რომელიც თავის ცოლს იმ მდგომარეობაში აგდებდა რაც ჩვენ ვიგვიდა და ჩააგდო და გააგერკვია პირადად მასთან იქნებ და იტყვებოდა ყველა ჩემი ყველა მეზობელებიც ყველა აბსოლუტურად რა დღეს წყავდა ანუ მოდი ეხლა გავაჟღეროთ საოცარი ამბავი არა ის ამბავი არა ძმა იპოვის ხო მაგას მე შვიდე ძმა რა მაგარია ოღონდ არ იცის რომ ჩვენ მარსება და ჩვენ ვიდები ვარ კიდევ ერთი ძმა რო იპოვეთ მოკლედ მოგვიყევი ამას მოკლედ ანუ მუშაობ იმიტომ მე შაბათ-კვირას ზოგადად ზანდატული დღეები მქონდა წინა წელს ანუ მე მუშაობ და თაკომ წერს რომ ნიკა ვნახე ჩვენი ძმა ეხლა რა ხდება სანამ ეს ანუ ვერ გამოვიდა მე და ნიკა გავედით მუშაობს და მაგიტო ვერ გამოვიდა ანუ ორივე დაგვპატიჟა რა აუ სივართ მაკდონალდში ასე გამიგებ ჭამთ ბუყნი რაღაცას და უცებ მე უი შენ იცი რომ მე შვიდე ძმა გვყავს და მეთქი რა ბოდიში რა როგორ ან მოკლედ ეხლა რა ხდება მამა ჩვენის ძმა გაშვილებულია გაშვილებულია მამა ხო ესეც ხო ვეძებდით ხო მოვძებნე უკვე ვიცი ვიცი მე მაგის ცოლს ვიცნობ ხო მოგცე ხო მოდი შენ ვიცნობთ მაგას ნეტა მამა ჩემი იყოს ეგ აბა ან დედაფუძე მიჩვენე ან მიჩვენე მართლა ძალიან კარგი ადამიანი და ანუ მართლა მინდა მამა ჩემი იყოს თუ გაღიზიანდი იმაზე რომ ჩვენ ან ვარ ჩვენი შვილები
რო გავიგეთ რომ მამა ჩვენი ხარ ბღაოდით ორივე რომ ნეტა ეს რატომ ხვდა თქო აუ კაი რა ანუ ვიცოდეს რომ ეგრე არის და მე და მამა ჩემი იყოს უკაცრავად მოკლედ ეხლა რა ხდება რომ ეს ჩვენი ბიძა რომელიც გაშულებულია იყო რუსეთში და მოკლედ ეს ამ ხამა რომ გაიგონა ვიღაც ხამა რომ გაიგონა რომ იყო ქართველი კითხა გვარი და მისი გვარი არ მახსოვს ანუ აღწერლებში რა უწერია მაგრამ ისე გახარია ვარო და უთქოს გოჩა გახარიას ხო არ იცნობო და ეკო ჩემი ძმა არისო მაგის მეშვილი მყავს უკვე არის 20 რაღაცი 30 წლის თუ რაღაცა ანუ რატო კონტაქტებით მამა ჩვენი იყო დაკარგული 2 წლის გამო 18 წლის განმავლობაში რუსეთში ამ პერიოდში როგორც ჩანს მოიყვანა ცოლი ვიღაცა ცხოვრობდა რომელსაც გააჩინა შვილი მე ჩამოვიდა მე აქაც ცოლი მოიყვანა ასევე შვილი ყავს ჩვენი ნახევარდა მე დედა თქვენი ჩვენი ბიოლოგიური დედა ცოლად რომელთაც 5 შვილი ყავს მე კიდე ერთი ცოლი ყავს და მე მგონი ეხლა კიდე ანუ არ ვიცი რამდენი ცოლი ყავს და ანუ სათვალავია მერეა და ანუ ეხლა რა ხდება რომ ამ ბიჭმა იცოდა ანუ ჩვენმა ძმამ იცოდა რომ ვინ იყო ეს კაცი და იცის რომ ყავს 2 და 1 ძმა არის ამის მე კიდე ვიღაცა კომენტარებს აწერს და იკითხავს რომ ამათი ისტორიაო რატო გააშუქაო ვორნებალარსმა რა იყო ამათ ისტორიაში ისეთი ვერ ვეწევით ყველა გაშვილებული და თან ასავარია გოგოების мама და ჩემი გამჩენი ბიოლოგიური დედა არიან ათესავები გენში გვაქვს თამუნა გენში ასე კარმა ალბათ რომელიც ჩვენ მე გამოვასწორეთ რა ალბათ მე მისმის იმიტომ რომ ძალიან დიდია იმისთვის რომ დაძმაყავდეს კიდე ხო ეხა ამათ 31 წლის არის ცოლ-შვილი ყავს კალრაზე ლაპარაკობ თქვენ გეცოცხლები ანუ რთულია მე შენ არ ხარ თამუნა დიდი როქნა ეხა შენს დიდი იყავი რო გაიგე რა გავაკეთო ბოდიში არა მე არ ვთქვი დიდი არის მაგრამ ძალიან დიდია იმისთვის რომ გაიგოს რომ ახალი დაძმა ყავსო მარტივი არ არის ფუ ვიცი ანუ ეხა უცებ იგებ უცებ იცი რომ ვიღაცის შვილი ხარ ამ მამა შენმა კიდე რავი რამდენი შვილი გააჩინა და ეს ორი გაყიდათ ამ პლუს ეხლა როგორი მოსასმენია მამის სანახავად არის ჩვენთვის და იმასის არ არის თქვენი ძმა ნახავს იმ დოკუმენტურ ფილმს რომლის გადაღებას დაიწყო 2 წლის წინ მე დამიკავშირდა Warner Brothers Discovery და უნდათ თავიდან ძალიან ისეთი მოკლე სატელევიზიო გადაცემის გაკეთება ჩემსეთ ყუბებზე. თუმცა, როდესაც უფრო ღრმად შეტოპეს და გაიგეს რა ხდებოდა ჩვენთან, უკვე მე დიდი ხნით ჩამოვიდნენ და გადაწყვეტეს რომ გაეკეთებინათ უფრო დიდი დოკუმენტური ფილმი. თუმცა მას შემდეგ რაც გაიგეს რომ მე ვიპოვე мама, ამას უყვებოდი და არავის არ ჯეროდა, მაგრამ აი კიდევ ერთხელ ახლა უკვე დოკუმენტური ფილმის გამოსვლის მერე ვიტყვი. პირდაპირ Warner Brothers-ი გადმოფრინდა ზუგდიდში იმ წუთასვე, როგორც კი გაიგეს რომ მე ოჯახი ვიპოვე. და ამის მერე გადაწყდა რომ გაეკეთებინათ თითქმის 2 საათიანი დოკუმენტური ფილმი. როგორი იყო თქვენი ემოციები, როდესაც გაიგეთ რომ Warner Brothers-ი იღებს ჩვენს დოკუმენტურ ფილმს და მერე როდესაც გაიგეთ რომ HBO-ზე გადის ეს ყველაფერი, ეს ხო აი დაუჯერებელი. ხო, მაგრამ მაგას ველოდებით ჯერ Netflix-ი არ გადის. ეხლა კითხვაზე პასუხი, რატო დაინტერესდა ჩვენი ისტორიით Warner Brothers. ჩვენ დაგასაკვირვოთ ანუ მართლა ოღონდ ანუ მეც მიკვირდა ყოველთვის რომ ანუ პოსტით რომ დავდეთ პირველად მე და ფოტოთი და აბა ისტორიით და რაღაცა ანუ ძალიან დიდი აჟიოტაჟი მოყვა ძალიან არა და რეალურად პირველები არ ყოფილვართ ვინც ტყუპებმა ერთმანეთი იპოვეს ხო ანუ კი უნივერსიტეტში დამოსაზე რომ იპოვეს ერთმანეთი კი ხო ანუ პირველები არ ვართ მაგრამ რატომღაც ჩვენ ისტორიას ქონდა გამოხმაურება. რატომღაც თქვენ ისტორიას და გარდა ამისა, იმათ ფეროდ უფრო მძიმე ისტორია ქონდათ, ხო, ისინი საერთოდ ძალიან ბევრი არიან სადღაც 11-12 როგორც ვიცი. და ამის გარდა ხა ჩემზეც ხო ესე თამუნა პირველი არ ყოფილა და რაღაც კივილი ატეხე. არავინ არ ამბობს რომ პირველები ვიყავით. რეალურად რა ხდება, იცი, რომ ანუ ჩემი აზრით რატომ მოხდა ეს ყველაფერი რა? პირველი რა თქონდა ხო შენ მოგეთით ინტერვიუ და ყველა რამდენი წელი დაიცი რომ მეთქი ანუ სანამ თამუნას არ მიცეთ მეთქი არ მოვდივარ არცად მეთქი და ტაბუ ქონდა დადებული სანამ არ გავა მეთქი არავისთან არ მოვდივართ მეთქი ალბათ უფრო მეტად ის იყო რომ ძალიან ავხმაურდით მე და თაკო ალბათ ეგეც იყო ანუ თავიდანვე ხო ანუ ალბათ გარეგნობამაც თავისი როლი ითამაშა იმიტომ რომ რა თქმა უნდა ყველა მაგას გვეუბნებოდა რომ ძალიან განსხვავებული გარეგნობა გაქვთ და ანუ ასე შემდეგ
მაგრამ თვლი იმასაც რომ შენ იმიტომ მოგაქცია ყველა ყურადღება რომ ახმაულდი და ხმამაღლა თქვი რაღაცეები იმიტომ რომ მეც გაშულებული ვიყავი და ამიტომ მოხდა ჩემს მიმართ ამ ხელა ყურადღება ხვდები თორე მე არ ყოფილვარ პირველი ვინ საქართველოს გაშულებას დაიწყო საუბარი უბრალოდ რადგან მეც თვითონ დაგიწყდა თავუნებრივად ლაპარაკი მაგრამ რეალურად ის რაც ხდებოდა ეს გაყიდვა გამოყიდვა და ფულის გაცვლა გამოსვლა ბავშვების სქემა შენ გაშიფრ მაგრამ პირველი შენ იყავი ვინც ეგ გააშუქა ხვდები ხო სქემა ვის გაშიფრა კი ბატონო გაშულებულ ბავშვს ახლა დედას რო უპოვი ბოდიში მაგრამ ეს პირველი არავინ არ არის რა თქმა უნდა და მაშინ ვერავინ არ შეჯიბრება ერთმანეთს იმიტომ რომ ამას წლების უკანაც აკეთებდნენ რუსეთის გადაცემა არის და მიდი შეჯიბროს ახლა ვინმეს რო დაიწყო მაღაზე არ არის მთავარი აქცენტი რა აქ სქემაზეა ლაპარაკი და ამავდროულად გეტყვი რატო დაინტერესდა შენით და ჩვენით მიდი შენ თქვი პირველში შენი ისტორიის გამო 8 წელი ეძებდი ხო ხო თან როგორ კარგად დაემთხვა რომ მათი გადაღების პერიოდში არა ის დამთავრებული იყო პირველი სერია ხო პირველი სერია დამთავრებული იყო და მეორე სერიის გადაღება გადაწყვიტეს იმიტომ რომ მამა ვიპოვე და იმათმა წაგვიყვანეს მე და სანდრო ავსტრიაში ხო ხო იცი რატო იყო პირველ რიგში ხო ძალიან ლამაზი ხარ ჩვენც ჟურნალისტი ხარ ანუ თან გააქვს ის ხასიათი რომ ეს ყველაფერი გააკეთო რომ აი თავით გაიტანო რაღაცა და ამავდროულად ხარ ძალიან გულწრფელი იმაში რომ შენ მართლა ეხმარები ადამიანებს ან უსახელოდ რეიტინგისთვის არაკეთებ ამ ყოფს არაკეთებ იმისთვის რომ შენ რაღაც პლუსები დაიწერო ხო მაგრამ იმათ ხო არიციან ეს ჩანს თამუნა ანუ იცი რა ვინ აკეთებს ამ ყველაფერს რაღაც ფეიმისთვის და იმისთვის რომ რაღაცა რეიტინგი დაიწეროს და ვინ აკეთებს ამას გულწრფელი და კეთილი გულით ხვდები იცი რა არის და ამავდროულად ჩვენი ისტორიით ალბათ იმიტომ დაინტერესდნენ რომ ჩვენ სამი ვიყავით პირველი ადამიანები შენ მე და ანუ ვინც ხმამაღლა მაგას საუბარი იმაზე რას ნიშნავს იყო აყვანილი არა მარტო აყვანილი გაყიდულიც ხო აი მაგას აქედან ხო ანუ ნახე მაგას ვამ შენ მეც იგივებს ზუსტად რა რომ ანუ შენც იმიტომ გაქცია ყველა ყურადღება საქართველოში და არა მარტო რომ ხმამაღლა ისაუბრა ამ ყველაფერზე ხმამაღლა ამხილი ადამიანები ვინც დღესდღეობით რაღაცას წარმოადგენენ უმაღლამაღლად განან და არ გეშინია სიმართლე ყოველთვის ამოდის და საკმაველი თავის ხსავსებად თუ მე ვიქნები ის ადამიანი ვინც მაქსიმალურად ამოიყვანს და დაგეხმარებით ყველაფერში I'm proud of it იმიტომ რომ მაგას ვამ ჩვენ ვართ ადამიანები, ვისაც არ უტყდება იმის თქმა და არ გაუტყდა 4 წლის უკან რომ თქვა რომ მე ვარ გაყიდული. ხო, კი ბატონო. როდესაც ფილმის შავი მასალა დამზადდა, პოლონეთიდან გადმოფრინდნენ საქართველოში იმისთვის, რომ ჩვენ ეს გვენახა. და ჩვენი ემოცია იყო აბსოლუტურად გავნადგურდით, როდესაც სამეფო კარის თამაშები რო იწყებოდა ეს HBO რო ამოდის აი ეს HBO-ს აი ეს ლოგო რო ამოვიდა და თამუნა რო დაეწერა მაგაზე მეთქი აი ეს იყო ჩემს ცხოვრებაში ალბათ ყველაზე შოკის მომგვრელი მომენტი და როდესაც ვნახეთ პოსტერი თქვენი ეს პოსტერი აი ის პირველი პოსტერი რაც იყო აი ბავშვების ეგეც ძალიან აი ხო ძალიან აი მაგარია მაგრამ ძალიან ძიმე იყო ჩემთვის პირადად ხო ძალიან ძიმე პოსტერი იყო მაგრამ აი ჩვენი პოსტერი რო დაიდო მეთქი ემოციები მოყევით აანალიზებდით ანუ ეხაც ვერ ვაანალიზებ ხო გამოვიდა ფილმი ხო კიდევ ნახე ანუ ვუყურე მეგობრებთან ვერ არა კი აანალიზებ იცი რა არის კი ვაანალიზებ რა ვერ გეტყვი რატო ვაანალიზებ რატო ამ გაანალიზებაში ხომ არის მოქმედა იმა რომ ყველა ქვეყნის ჟურნალს და ტელევიზიას მიეცით ინტერვიუები და ბევრი ვილაპარაკეთ დამჯერ არა და რეალურად აღიქვი რა ანუ მიხვდი რომ იქ ხარ იმიტომ რომ მიდიხარ ტელევიზიაში მიდიხარ და უწევ რო ხედავ Warner Brothers-ის ლოგოს და იქ რო შედიხარ და თვითონ კომპანიაში გეულება და იმათი დამოკიდებულება და აი რო ის ხალი რო ვიღაც ხალი რო მოვიდა რა ბედნიერება რო თქვენ ხარისანი და ჩვენ სამი ამ დროს ოკეი მაგასო ბაბა ისად გაანალიზე სადიხავი ერთი ტასას ხვდი და გვეუთხოვები და მეორეთ მას გვიკეთები და მესამე მაკიაჟს გვიკეთები და მეოთხე და აი რაღაც უთხოვება ხომ არ გიგამის მიხვდით საერთოდ სად მოხვდი მაგ მომენტებში ვერ ვიაზრებდი მართლა მაგრამ აი ნახე როგორც კი ფილმი ვნახე აი პრემიერის დღესაც თუნდაც რა ხო
მაშინ გავიაზრე, რომ ეს ყველაფერი ჩემ თავს ხდება. ეს თელმა მსოფლიომ უნდა ნახოს და ძალიან ანუ ამაყი ვიყავი, იმიტომ რომ მე შენ და ანო ამ ყველაფერში ვართ პირველები საქართველოში. ხო. ვინც დაიწყო ამაზე საქართველოში. თვითონ გაშვილებულმა ბავშვებმა, თვითონ. და არ გაგვიტყდა ამისი. ეხლა ვინდა რომ აი ფოტოების გადაღებამდე მივიდე თავიდან ჩვენ გავგვაფრთხილეს რომ ძალიან ის ჩაიცვით მოკრძალებულადო, მაგრამ არავინ არ ჩაიცვა. შეხოდა ჩვენი მე შედარებით არა მოკრძალებულა და ჩვენ გითხრას რომ არ იქნება წითელი ხალიჩაო, ანუ ისევ არ მოემზადოთო. წითელი ხალიჩა შავი იყო. და ისევ არ მოემზადოთო, უბრალოდ მივალთო, ნახოთ ფონს წამოვალთო და გოგოები არიან სადღაც გასულები, გაგვიკეთეს მაგიაჟით, მე ჩაგვაცვეს რაღაც გამოვდივართ და ჯერ მე მეუბნებიან გოგოები იქით იყვნენ რომ მოდი უცებ შევარდი უცებ ფოტოები გადაიღო და შემაგდეს. ჩვენი პოსტერი კიდევაც აი ესე გაუგნებული ვიყურებ რობოტივით თუ გავართ უკან HBO-ს ბანერი და მე და აი ეს ფოტოგრაფები და ეს მარჯვენა გამოიწვია და მე აი ეს დაბრუნებული გავდივარ გამოდივარ ვერ გავიგე რა უნდა ქნა მე ვეძახი გოგოებს დროზე ფოტოები უნდა გადაგიყონ და ესენი გადიან გამოდიან და მე შეგვიყვარეს ფილმი გვაყურებინეს ყველამ ვიტირეთ დააქვსოს აგვიყვანეს სცენაზე იქაც ვიტირეთ. რატო არა მოგიმას პრემიერამდე რო ინტერვიუ მივეცით გიჟებივით? ხო, ანუ პრემიერამდე ინტერვიუ მივეცით და მე პრემიერის მერე სხვადასხვა ოთახებში გაგვანაწილეს და 30,000 ჟურნალისტს მივეცით ინტერვიუ. და იქიდან გამოვედით და ჩამოვედით და დავსხედით სახლებში და ეხლა რა ხდება? ეხლა ნახე, მე დავანალიზე რომ რაღაცა ხდება ჩემ თავს. მოკლედ პრემიერა მორჩა. და რაღაცა თაკო დავიღო ჩვენი ნივთები და მოდი ჟურნალი აიღო იმიტომ თაკო სასახებია იმიტომ რომ თაკო იქ მცუდად გაგვიხდა ხო და არა სამწოდ გახდებოდა ეგ მომენტი არის რომ თაკოს უნდა მივხედო ეზე რომ ვთქვა და ჩემთან მოდის ეს TVN-ის ჟურნალისტი ანუ Warner Brothers-ის გადადის არის მეგობრებო მოდის ეს ქალი და უნდა მივცე ინტერვიუ და მაკიაჟის ტიპი მაჩერებს აი მეიქაპ არტისტს რომ არა ჯერ მაკიაჟი უნდა გავუსწორო და ეს მე აი ესე მეთქი რა ხდება მე კიდე და აი მანდ მივხვდი რომ სელებრიტი ვარ იმიტომ რომ ჟურნალით ეხლა მეკაჩება რომ წამოდიო და აქედა მეიქაპ არტისტი არა იმიტომ რომ პუდრა ეს სელებრიტი აღმოჩნდა პოლონეთში იმიტომ რომ ქუჩაშიც პიცას მივირთმევ და ქუჩაში გვაჩერებდა მაგრამ საქართველოში რო დაბრუნდი დამოკიდებულება? აი არანაირი. ხო. აი მე და სანდრო რო ვიყავით თქვენ რო შიგრით იჯექით და რო ჭამდით მეორე დღეს უკვე რა. უცებ ქალი უნდა ახლა 60 წლამდე ბავშვი 12 წლის რაღაცა იყო და კიდე ჩვენ ხელა რა ოდნავ დიდი გოგო რა. გამომხედა ეს და მე აი ეს გააკეთა რა და ანუ როგორ გამიხარდა იცი რომ მეთქი ანუ პოლონეთში ყველამ გვიცნო რა, ანუ ვინც გადიდა გამოდიდა. ყველა ხზე ვიყავით. ყველა ხზე ვიყავით. აი ლაივი გინდა. ხო, ყველგან ვიყავით. ყველა მაგრამ აი რა ხდება ხა? აი მაშინ რაც ესეთი ვარსკვლავური დიდება შეიგრძენით. 3 დღის განმავლობაში. 3 დღის განმავლობაში მართლა ფეხი არ დაგიდგიათ მიწაზე და ჩამოხვედით. მიწაზე დავდგით აი 2 საათი ჩამოხვედით და ტაქსი ვერ გამეიდრა. მაშინ. ჩამოხვედით საქართველოში ეხლა რა ხდება? ეხლა რა ხდება იცი? ყველაზე ცუდი მომენტი არის, როცა შენი ხალხისგან ვერ ხედავ დაფასებას. ეხლა რაც უნდა მეთქვა არის ის, რომ პრემიერის დღეს მე გავაჟღერე რომ წერ წიგნს. ხო. და ანუ კითხვა იყო რა, რასაპირებთ ეხლა ერთად რა, შენ და შენი დადა. ეგ იყო მართლა რომ თაკო რო აპირებს რეჟისორობას და უნდა ამის დაწყება. მე წერ წიგნს უკვე რამოდენიმე თავი მზად მაქვს, ანუ მზად მაქვს უკვე ყველაფერი და ანუ სცენარში უკვე მზად არის, რაღაცებს შევცვლით რომ უფრო რაღაც განსხვავებული იყოს და გადავიღებთ ფილმს. ამ დროს ზის ერთ-ერთი გამომცემელი რომლის გამომცემლობაში შედის ამ მარტინას ვინც ჩვენი ფილმი გააკეთა ამის წიგნიც მაგან გამოუშვა ანუ მარტინას წიგნიც ამან გამოუშვა და მე რატო არ ვიციო ეს ყველაფერიო რა მარტინა მომიყო რომ ესე რომ რატო არ ვიციო ეს ყველაფერი და მოდის ჩემთან ანუ კითხობას რომ დამთავრდა და მე ვეუბნები რომ გამომცემელი ყავსო და მეთქი არა იმიტომ რომ არ არის ეგეთი მარტივი მეც გამომცემლის პოვნა საქართველოში მეთქი რაო და ხოდა ვიყავი რომ გამოუშვათო შენი წიგნი. ანუ ყველაზე ცუდი არის ის რომ როცა ხედავ რომ ვიღაცა პოლონელი ანუ შეთვის არავინ არ არის ხო ანუ არც სისხლით ერთი ხართ არაფერი საერთოდ ანუ არც ერი ხართ რაღაც საერთოდ არაფერი არ გაქვთ. მოდი და გეუბნება რომ მე დაგეხმარები ამაში და საქართველოში
აი ერთი რა არ დაფასებაში მოდი ესეც აუხსნათო ვიღაც არეწყილოს გულისხმობთ იმას რომ როდესაც დაიდო HBO-ს საიტზე ტრეილერი იქ ჩვენზე წერდნენ რომ ჩვენ ვართ საქართველოს შემარცხვენლები იმიტომ რომ ჩვენ საქართველოს შავი ლაქა გავიტანეთ საქართველოს შავი ლაქა არსებობდა ისედაც არა მარტო საქართველოში ბევრ ქვეყანაში ხდებოდა ბავშვების მოპარვა გინდა ის გინდა ყველგან ხდებოდა ნახეთ რა ხდება რეალურად შემაშფოთებელი არის ის ყველა მოჩით ხო რომ საქართველოს ვართ ამხელა და ხდებოდა ანუ ამდენი გაშვილებული ბავშვების ფაქტები არსებობს ანუ ეგ არის შემაშფოთებელი რომ ანუ რაოდენობა რომ თავზე გადაგვიარეს ანუ ძალიან უარყოფითი კომენტარები იწერებოდა ჩვენს მიმართ და საწყენი იყო ის რომ ჩვენზე ამბობდნენ რომ ჩვენ ვართ მოღალატეები რომ გავიტანეთ ქართული შავი ლაქა თუმცა თუ არ ვისაუბრეთ პრობლემაზე პრობლემა ვერც მოგვარდება შავი ლაქა იარსებებს და უფრო გაშავდება ხო შეიძლება რა თქვა კარგი არ თქვა ცუდიც არ თქვა აი მარტო მაგას ვითხოვდი რომ ცუდი არის ლაპარაკო ხო არ გვიცრობს ეხა არც ერთი იქ ვინც კომენტარებს წერს აი ხო არ იცის შენ მე ანუ რა გზა გავიარეთ აქამდე და რა დღეები გავიარეთ და როგორი ღამენათევები დაუდიოდით ინტერვიუებზე და რამდენი ნერვების ფასად დაგვიჯდა ის რომ ეხა აქ ვზივარ და ამაზე ვლაპარაკობთ ხო ანუ ცუდი მაინც არ დაწერო ცუდი აი მარტო მაგას ვითხოვდი ეგეც ვერ მივიღე რა უნდა ველაპარაკო ანუ ნახე ქართველებს კიდე არ დავაბრალებდი მაგ ყველაფერს და მარტო ქართველებს იმიტომ რომ BBC-ის ფილმი რო დაიდო გადამიარეს ოღონდ მარტო მე გადამიარეს რატო მარტო შენო როგორ გაბედეო ანუ ოღონდ ინგლისურად მწერენ პირადში კომენტარებში ყველგან წერდნენ შენ როგორ არ მიიღე შენი ბიოლოგიური მშობელი და როგორ არიტირეო და როგორ არის ბიჭო მეთქი ანუ მე იმის გამო არ მიტირია რომ ეხლა დედა ვიპოვე და ნახე შენ რა იცი მე კამერების წინ შეიძლება არ მიტირია მაგრამ მაგის მე მარტო რომ დავრჩი ნომერში იქნებ რა გავაკეთე მე თავი მოიკალი და აბა შენ რა ადამიანი ხარ და შენ ესე და შენ ბევრი ხო არ იყო ესეთი კი ბევრი კომენტარი 30 მესიჯი იყო რამდენიდან 50-დან ოღონდ მარტო ძალიან რამოდენიმე წერდა რომ აი ძალიან მაგარი გოგოები ხართ და ყოჩახ როგორ მისე დადექით და რაღაც და ანუ 30 იყო ჩემზე პირადად რომ თავი მოიკალი დადი ან ჩემი ტირილი იქ უფრო იცი რა იგონათ რომ ანუ ეგრე მიიღეს რომ თაკომ დედა მიიღო და არ იყო ეგრე არ არის ეგრე მე იმის გამო არ მიტირია იქ რომ დედა ვიპოვე და ეხლა ემოციური მომენტი იყო ანუ იმიტომ რომ აი ამდენი ხანი რაღაც რო გინდა წლების განმავლობაში ეგ ყველაფერი ხდება კამერების წინ ანუ რამ ხელა ის არის სტრესია ხო აუ თან ანუ შედიხარ ოთახში რომელიც არის მოკუჭული რაღაცა პატარა ოთახი იყო და დგას 1 2 3 4 კამერა 2 გიღებს 2 დაგსდევს 3 ბოდიში 1 ანუს დაზევს მეორე მე დამზევს მეორე ბიოლოგიურად დასდევს და კიდე 3 დგას ეს კამერები ანუ მან ემოციები მე მიყვარს ანუ არ მიყვარს ხოლმე ჩემი ემოციების დამალვა რა მე თუ რაღაც ვგრძნობ იმ წამს შემიძლია გავმოშვი მე თუ ტირილები და ვიტირებ მე თუ ციცილები და ვიცინებ რასაც მე იმას გავაკეთებ იმიტომ რომ ჩემი ემოციებია ხო მე გამოვუშვი იმიტომ რომ მე ვიცოდი რომ ეგ ყველაფერი შემეკავებინა უფრო უარესი იქნებოდა ჩემთვის ვიდრე რომ ანუ იქ ვექნა ეგ რა ეს აღიქვეს რომ ანუ არის გულქვა და რაღაც არა ადამიანი და მე ვარ ადამიანი ანუ რა და ფილმი როგორია ეს ფილმი ვორნერსი აი მართლა აი როგორი ფილმია იცი რომ სხვა კუთხიდან დამანახა ჩვენი ისტორიები ხო მეც ჩემი თავი საერთოდ სხვანაირად დამანახა ჩემი თავი და შენი ისტორიაც თავიდან ბოლომდე ვიცი და ანუ სიცხო ვიცი რომელია ანუ საერთოდ სხვა რაღაცა ჩემთვის იყო ერთ-ერთი ალბათ პირველი დარტყმა რომ აი დარტყმა რა აი რომ მიხვდებით ასვამობ რა ის რო დაიდო არა პოსტი რო დაიდო ჩვენზე რომ მე ვორნერსმა რო დადო და მან რო ეწერა რომ ანუ ჩემი ათაკოს ისტორია გახდა ანაბეჭდის სხვა ადამიანების ტკივილის ეგ იყო პირველი დარტყმა რომ მეთქი აი რაღაც ძალიან დიდი გავაკეთეთ სამივე ერთად იტირე? არა, არ მიტირია, მაგრამ ფილმი შვენების დროს არ იტირე, როგორ ვიტირე, ქალო, ვერ მეყურებდი. ანუ ესე მომდიოდა. და ყველას ვაკურდები ესე, რომ ეს ყველა ტირო, თელი დარბაზი ტირო. აი, როგორ იყო, იცი, აი, რო ვიცოდი, რომ იწყებოდა ის შენი იმის დროს, მე როგორ ვიყავი, აი, თამუნა იჯდა, აი, როგორ იცი,
ნამბი იყო რა, აი წაშლილი სახე ქონდა. აი თითქოს უსმენდა იქ იყო, მაგრამ იქ არ იყო და ესე გავხედე და მეთქი თამუნა, მაგრამ ხელი მქონდა მოკიდებული. ჩავკიდეთ ერთმანეთს, იმიტომ რომ ანუ მიუხედავად რომ ჩვენ თვითონ ვიყავით თავარი პერსონაჟები. და ნახე მქონდა უკვე ფილმი. მაყურებლის სახით, მაყურებლის მხრიდან უყურებდით. მართლა ჩამოვიდა გვანახეს და იქ მე დამემართა. ბევრად უფრო უარესი ვიდრე დაგემართა. სახანძრო უნდა გამოგეცახა. ხო, თაკოს დაჭირდა სასწრაფოს გამოძახება. ძალიან ემოციური. აი, ხახო თქვენ არ იცით ეს როგორი ემოციური ფილმია. ეს არის გარდა იმისა, რომ არის საათი და 53 წუთი, აი თითქოს რაღაც დოკუმენტურ ფილმს ხო გასდევს თავისი ცოტა ოდნავ რაღაც მოსაწყენობა. ეს მთელი 2 საათი არის ექშენი, არის აი ისე ხარ ჩათრეული, რომ ჩემ თავს ვუყურებ და ველოდები, რომ ის შემდეგი რა იქნება. აი, ხო, აი მართლა რაღაც მომენტებში ისე ავთ გაწყვეტილი. შენი ისტორია შეიძლება ეხა აქ ერთა და თან რო არ ელოდები და ისეთი რაღაც ხდება ამ ფილმში ხო, ნუ იქ ხო მოვყოდით. იცი, სოლდაუთი ხო იყო. ხო. ყველა ბილეთი იყო გაყიდული და ძალიან დიდი მადლობა მინდა უთხრა ყველა ქართველს, ვინც მოვიდა პრემიერაზე და ვინც გვერდი და მხარი დაგვიჭირა, იმიტომ რომ ამას ჰქონდა ჩვენთვის აი უდიდესი მნიშვნელობა. და ანუ ხო მე ხო კიდეში ვზივარ აქეთ ბოლოში. და აქეთ რა ვერთ 5-6 კაცი ზის კიბეებზე. ხო. და ანუ აი ეს შენი მომენტი ჩვენი ის მომენტი რა დაიწყო ანუ ცრემლები ვეღარ შევიკავებ მართლა ვეღარ შევიკავებ და აი ეხა პაღუპით მომდის ცრემლები და აი ესე ვზივარ რომ მაკიაჟი გავიფიჭებ კიდე მაგ ინტერვიუები და ვიღაც გოგო აშკარად მიყურებდა გვიყურებდა და ანუ სალფეტკი გადმომაწოდა ანუ ჩვენი რეაქცია იმდენად აინტერესებდა ხალხსაც ანუ ესე გვიყანო მაგ ეგ დავამუღამე ჩვენ აქ ჩემცი მარცხნივით და პორტი გოგო ანუ მამა ჩვენის ინტერვიუ რო გავიდა, ანუ რო დაიწყო მამა ჩემი ლაპარაკი მარტინამ და იოვიტამ ორივე ჩემს უკან ისხდნენ. ორივე ეს მხარზე ხელი დამბადო და მანამ სანა მამა ჩემის ხმა ისმა და არცაც ხელი არ გაუშვია. კაი. სირცხული დავიწყო. იმიტომ რომ აი პირველში შემრცხვა, რომ მამა ჩემია. ეგეთ ისეთი რაღაცები ის რაღაცა როგორ უნდა ილაპარაკო საკუთარ შვილებზე და შემრცხვა იმიტომ რომ ეს მამა ჩემი როგორ არის და მე როგორ გამოვედით ესეთი კარგები 5-ვე 7-ვე როცა ამ ადამიანის შვილები ვართ და მე მივხვდი აი მე რა იყო იცი რომ აი რო დაამთავრა ლაპარაკი და სხვა რაღაცა რო გადაერთო ფილმი დავიწყე ფიქრი დედა ჩემზე გადმოერთო ხო დავიწყე ფიქრი მაგრამ მე ახედავ მესმის ეგ და მეთქი კარგი ამასაც მოვუშვი მე ვიფიქრებ ჯამში თქო ყველაფერზე თქო რა ანუ არ ვიცი სისხლი აკეთებს თამუნა ამას თუ რა აკეთებს მაგრამ მე ესე ვთვლი რომ ზუსტად იმიტომ ვართ ეგეთი კარგები რომ სუდი ადამიანების ხელებში მოვხვდით თავიდან ნახე მე მაინც ყოველთვის აი ნებისმიერ სიტუაციაში ყოველთვის ვცდილობ რომ ნახო გამოსავალი და ყველაფერ ცუს რაღაცა კარგი მოუძებნო არ არსებობს შემთხვევაში არაფერი ნუ არ გულისხმობა გარდაცვალებას და განუკურნებელ დაავადებას რაშიც არ ხედავ დადებიც და ეს რაც მოხდა ხალხო ჩვენ ცხოვრებაში მოხდა იმიტომ რომ უნდა მომხდარიყო მოხდა იმიტომ რომ თქვენ ძალიან დიდი გზა გაქვთ გახსნილი თქვენ ჯერ კიდევ ვერ ხვდებით სათხართ მართლა ეხლა რო გიყურებთ მართლა ვერ ხვდებით თქვენ ვერ ხვდებით რა გელოდებათ მაგრამ გარდა ამისა თქვენი ისტორია იყო მაგალითი და არის მაგალითი ძალიან ბევრი გაშულებული ბავშვის ძალიან ბევრისთვის და თან არ მარტო ჩვენი შენი ნუ ჩემიც ხო და თან პოდკასტს ბოლოსკენ წავიყვან და ვიტყვი რომ ძალიან დიდი იმედი მაქვს დარწმუნებული ვარ რომ ესეც იქნება რომ ეს დოკუმენტური ფილმი იქნება ბევრი დედისთვის შებება და ხსნა, იმიტომ რომ ამ დოკუმენტურ ფილმს აჩვენებენ მთელი მსოფლიოს მასშტაბით და ის ბავშვები, რომლებიც არიან საქართველოს ფარგლებს გარეთ გაყიდულები, საბოლოოდ ნახავენ, რომ ისინი არ არიან მშობლების მხრიდან გაყიდულები და გაშულებულები, არამედ მათ მშობლები ეძებენ, მათ და-ძმას ეძებს, ოჯახი ეძებს, საქართველოს ეძებს და ადრე თუ გვიან ისინი საიწყებენ ჩვენ ძიებას და დაგვიკავშირდებიან და უფრო მეტ ადამიანს იპოვით. მადლობა. მადლობა თქვენ ყურადღებისთვის. ნახვამდის.